გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით თემურ, მადლობა რომ გვეწვიეს სტუდიაში. გამარჯობათ. პარტიის მიერ ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის განახლებას, უკვე მოჰყვა გამოხმაურება ათასობით აღწევს ის ხელმოწერები ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან, თანახმა არიან, რომ საქართველომ დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ზრუნვა. ეს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ თითოეულ ციფრებსაც თუ მივაქცევთ ყურადღებას, უკვე 11000 გასდა მე მგონია ხელმოწერები. და ეს არ არის პატარა ციფრი, ესე იგი არიან ხალხი, ადამიანები, რომლებიც რაღაც აზროვნებენ, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის სწორი გზა რუსეთთან ურთიერთობის განახლებისა. თქვენ როგორ შეაფასებდით, რა თქმა უნდა, თავად ინიციატივას და რა ვადებში ფიქრობთ, რა ვადებში ვარაუდობთ, რომ ეს ხელმოწერები ბევრად გაიზრდება, ვინაიდან გადაცემის მსვლელობისაც ჩვენ ამ თემას რა თქმა უნდა გავშლით. როგორ ფიქრობთ, რა რიცხვს მიაღწევს ეს ხელმოწერები და იქნება თუ არა ეს ქმედითი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მართლაც დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ფიქრი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ხელმოწერების კამპანია ეს არის კამპანია, რომელიც ჩვენმა პარტიამ სხვებთან ერთად წამოიწყო. ეს არის კამპანია, რომელიც ცდება პოლიტიკური პარტიების საზღვრებს, მასში მონაწილეობენ საზოგადოებრივი მოძრაობები, საზოგადოებაში ცნობილი ცალკეული ადამიანები. ჩვენ ეს კადრები გავავრცელეთ. სასტუმრო ამბასადორში მოხდა პირველი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, სადაც გააკეთდა განცხადება ამ ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით და გააკეთდა ასევე შესაბამის შინაარსის მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმოწერების კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ვაჩვენოთ, რომ საზოგადოება ამის მომხრეა, რომ საზოგადოება მომხრეა რუსეთთან დიალოგის დაწყების. ეს არის ძალიან რბილი, ძალიან დელიკატური, ძალიან ფრთხილი განცხადება, ძალიან ფრთხილი, ასე ვთქვათ, მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ შევზღუდოთ თავის მოქმედებებში. ჩვენ იქ არ ვითხოვთ კონკრეტულს, არაფერს, უფრო კონკრეტულს, ვიდრე დიალოგია. ჩვენ არ ვითხოვთ დაუშვათ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან, რომელიც ასევე აქტუალურია, მაგრამ ამ კამპანიის პარალელში ჩვენ ვითხოვთ რომ ხელისუფლებამ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველა მეზობელთან გვაქვს კარგი ურთიერთობა, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ირანთან. ერთადერთი უშუალო მეზობელი, რომელთანაც ჩვენ საერთოდ ურთიერთობა არ გვაქვს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. თუ სანამდე მივედით რუსეთთან კონფრონტაციით, არ დალაპარაკებით, გაბუტვით, ზურგის შეკცებით, ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვაქვს 90-იანი წლების დასაწყისში 2008 წელს და თვალწინ გვიდგას მწარე გამოცდილება ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნისა, ბევრად უფრო დიდისა, როგორიცაა უკრაინა. ასე რომ ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას ვთხოვთ, ხარი დაგვიჭირონ, უფრო მეტიც დათო ჩვენ ელექტრონული რესურსის საშუალებით ხელმოწერები, აი 12000 ახსენე, მეტია უკვე, მაგრამ ჩვენ ერთდროულად ვაგროვებთ ხელმოწერას, ახლა იშლება ეს მუშაობა, ეგრეთ წოდებული ქაღალდის ანკეტებით, რომელსაც ჩვენ თვითონ ვადგენთ. პარტია არა, აი ეს ხალხი, რომელიც იქ შეიკრიბა ამბასადორში, გაერთიანება, რომელსაც დაერქვა თავისუფალი ტრიბუნა და შევაგროვებთ ასევე ქაღალდის ანკეტებში ხელმოწერებს, რომელიც დაეგზავნება რეგიონებში ჩავალთ, შევხვდებით ადგილებზე ხალხს და ეს მუშაობა გაიშლება და ეს მუშაობა იქნება რამოდენიმე თვის განმავლობაში. და ასევე საინტერესოა, უფრო მეტად რომ გასაგები იყოს რიგითი მაყურებლისთვის. ახლა ჩვენ გვიყურებს ხალხი, ადამიანები აფასებენ, აანალიზებენ, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხშირ შემთხვევაში სწორად ესმით ჩვენი ნათქვამი, რაც მისასალმებელია, მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი. არსებობს, რა თქმა უნდა, ხალხი წმინდა ისეთი პლურალიზმის პრინციპია, რა თქმა უნდა, ვისაც რასურსის შეიძლება იფიქროს
ყველა არის თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი, მაგრამ თვითონ თავარი კითხვა რო დავსვათ, აი ბევრი კითხვები არსებობს რუსეთთან ურთიერთობის განახლებასთან დაკავშირებით. არის კითხვის ნიშნები არის, საუბარია ასევე წითელ ხაზებზე, რაც ხელისუფლებასაც გაუმახვილებია ამაზე ყურადღება, ბოლო რამდენიმე განცხადებაც იყო უმაღლესი სახელისუფლებო ვერტიკალის მხრიდან გაკეთებული, რომ აიცით, აი კონფლიქტური რეგიონები ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ტერიტორიები გასაგებია. ანალოგიური განცხადებები უკრაინაშიც ისმის. ჩვენს როგორც რიგითი ქართველები, ჩვენი სოფხედველობით პატრიოტი ხალხი, რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს განსაკუთრებით თქვენ თვითონ აფხაზეთის საკითხი მოსაზღვრე რეგიონიდან ხართ წარმოშობით, ზუსტად ის ადმინისტრაციული ხაზი, სადაც კოდორის ხეობასთან ახლოს, კი ბატონო, მეც არაერთხელ კონფლიქტამდე ძირითადად აფხაზეთში ვისვენებდით ყველა და მიგვაჩნია, რომ ეს ტერიტორია არის ძირძველი ქართული კუთხე და მხარე. მაგრამ აქ რაციო უნდა ჩაერთოს ეგრეთ წოდებული. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რაც გლობალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ომები ოდითგან, ვიდრე მესამე ათასწლეულიდან გასაგებია, რომ ყოველთვის არის ომები. რაღაცის გამო ომები წარმოიშვება. სადაო და ესეთი ისტორიული საჩოთირო საკითხებიდან. ფაქტის წინაშე დავდექით, რომ ეს არის კონფლიქტური რეგიონები. როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენ ურთიერთობა თუნდაც რუსეთთან, სადაც ხშირად არის ლაპარაკი, რომ რუსეთი იყო ჩარეული მაშინ 90-იან წლებში, რუსეთის მეშვეობით დავკარგეთ ჩვენ ეს ტერიტორიები, გარდა იმისა, რაც სააკაშვილმა იქ სისულელეები ჩაედინა 2008-ში და უფრო მანამდეც იყო დაწყებული ეს მოძრაობა, ალტერნატივა რა არის? ეს უნდა აუხსნათ ხალხს. რას გვთავაზობს ჩვენ ის ნაწილი ქართული საზოგადოების? მცირეა თუ ნახევარი თუ როგორც კიდათ ისე გაიგეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, არავითარ შემთხვევაში, ისმის ესეთი ბანალური შეძახილები მთელი საუკუნის მეოთხედია, რომ რუსეთმა დაგვიბრუნოს ჩვენი ტერიტორიები. ეხლა მაპატიეთ და ცოტა სასაცილოა ეს უკრაინის ფონზე თუნდაც. საქართველოს ხელა ტერიტორიები წაიღო რუსეთმა უკან. არა თუ აფხაზეთის ხელა. თან ისე წაიღო ის ტერიტორიები, რომ თავის შემადგენლობაში ცნო. თანმიმდევრულად, მაგრამ ცნოდა, ეს კონფლიქტური ქართული რეგიონები თავის შემადგენლობაში არ უცნია. აქედან გამომდინარე, რა გვაქვს ჩვენ ალტერნატივა გარდა იმისა, რომ დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, როგორც თავის დროზე ფინელებმა. როგორც კუნძულების დაკარგვის შემდეგ იაპონელებმა და დღემდე არ აწერენ სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან ხელს. თუმცა მილიტარისტული იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ის კუნძულები ოფიციალურად იქნა შესული მაშინდელ საბჭოეთის ტერიტორიების სახით. ამის მიუხედავად იაპონიის საელჩო ფუნქციონირებს რუსეთში, რუსეთის საელჩო ფუნქციონირებს იაპონიაში, ტოკიოში და მაგალითისთვის მოვიყვანე ფინეთი, ჰელსინკში, ასევე რუსეთის საელჩო ფინეთის საელჩო მოსკოვში და ასე შემდეგ. ეს არის მცირედი მაგალითები. რას ვეუბნებით ჩვენ ამ ხალხს? როგორ მიაჩნიათ მათ რეცეპტი რა არის იმისა, რომ მათი შვილიშვილები მოესწრებიან გაერთიანებულ საქართველოს. რის ხარჯზე? რუსეთთან ომის ხარჯზე? რუსეთის ეფემერულ და რაღაც ფანტასმაგორიულ იმ ილუზიას, რომ რუსეთი დაიშლება ოდესმე მარტივმამრავლებად და აქედან საქართველო აყვავდება და თამარ მეფის დროინდელი გახდება? თქვენი აზრი როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით? რა არის ალტერნატივა? ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ეს შეკითხვა უნდა დაუსვათ ხოლმე ოპონენტებს, განსაკუთრებით პროდასავლურ ოპოზიციას, ეგრეთ წოდებულს. თორემ ეს ოპოზიცია არა, ეს არის დესტრუქციული ძარა, რომლებიც პირდაპირ მიგვაქანებენ ჩვენ კონფლიქტისაგან რუსეთთან. ომისკენ რუსეთთან. რამოდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალებისა და მთავარი მიზანი ამ გადატრიალების იყო ის, რომ საქართველოს გამختارიყო ანტირუსული კოალიციის წევრი, მისი აქტიური წევრი და არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ სამხედრო თვალსაზრისით დაპირისპირებოდა რუსეთს ზუსტად აფხაზეთში და ზუსტად ცხინვალის რეგიონში.
ჩვენ ეს მიგვიღამდა სრულ კატასტროფამდე. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს 2008-ში, ის ავანტიურა რაც დაიწყო მიხეილ სააკაშვილიმ მაშინ. იმან მიგვიყანა დე იურე ქვეყნის დაშლამდე. არავითარ შემთხვევაში რუსეთთან კონფლიქტი ჩვენ არ გვაწყობთ არც ერთი თვალსაზრისით, არც ეკონომიკური თვალსაზრისით, არც აი ამ თვალსაზრისით, რასაც ქვია საქართველოს ერთიანობა და საქართველოს გამთლიანობა, მით უმეტეს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ რუსეთი დავამარცხოთ ჯერ ერთი. მეორე, სამხედრო გზით ასეთი კონფლიქტების მოგვარება, შენ როგორ გინდა რომ აფხაზები და ოსები, ესე იგი სამხედრო გზით დაიბრუნო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომ გქონდეს ამის ძალა, ეს სწორი გზა იქნება, რა თქმა უნდა ეს არ იქნება სწორი გზა. აქედან გამომდინარე ალტერნატივა არ არსებობს, ალტერნატივა არის მხოლოდ ომი და დაპირისპირება რუსეთთან, სამხედრო კონფლიქტი, რაზეც ქართული ოცნება არ წავიდა დღევანდელი მთავრობა და ამით ესე იგი შეინარჩუნა მშვიდობა და შეინარჩუნა საქართველო. მაგრამ ჩვენ აი ხელმოწერების კამპანიას იმიტომ ვიწყებთ, რომ დიალოგი დაიწყოს რუსეთთან, დიალოგი იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს გამოუჩნდეს პერსპექტივა, რომ რუსეთთან გამყარდება ნორმალური კეთილმოზობლური ურთიერთობები და დაიწყება საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და რომელიც შესაძლებელია მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან საუბრისას, რუსეთთან დიალოგისას, რუსეთთან ურთიერთობისას. ურთიერთობის გარეშე ეს არ გამოვა, მათ შორის აი ეს საკითხები, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხი. ჩვენ როგორ გვესახება აი სოლიდარობას მაგალითად. მე არ ვამბობ აი კოალიციაში ვინც შევიდა ხელმოწერებთან დაკავშირებით. ყველას თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ეს პოზიცია არის. საქართველო არ უნდა იყოს მესამე მხარის ხელში ქვეყანა, რომელსაც იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ. როგორც მინიმუმ. და ეს უნდა იყოს გარანტირებულად. მაგრამ ეს არაა საკმარისი. საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც კეთილმოზობლურ ურთიერთობებს აღადგენს რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობების შევა მათ შორის სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით. ანუ საქართველო უნდა გაერთიანდეს იმ სივრცეში, იმ ეკონომიკურ სივრცეში, იმ პოლიტიკურ სივრცეში და სამხედრო პოლიტიკურ სივრცეში, სადაც უკვე არის აფხაზები და ოსები. ეს სივრცე არის პოსტსაბჭოთა სივრცე, იქ სადაც რუსეთია. გასაგებია, მაგრამ ეს დათო დავამთავრებ ბოდიში, ეს იქნება საქართველოს გაერთიანებისკენ პირველი, რა თქმა უნდა არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი. ვერ წარმოიდგენთ, თქვენ კი გაქვთ წარმოდგენა ამაზე, მაგრამ მოსახლეობას მივმართავ, თუ როგორი გახდება რიტორიკა მოსკოვის მხრიდან. უბრალოდ რო აღდგეს ახლა ურთიერთობები, უბრალოდ რო აღდგეს ურთიერთობები. აი დიალოგი რო აღდგეს თბილისსა და მოსკოვს შორის, რომ ამაზე წავიდეს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ვნახავთ თუ როგორი რიტორიკა იქნება, ისედაც არის ძალიან თბილი რიტორიკა მოსკოვის მხრიდან. და როგორი რაზე წამოვა მოსკოვი, ჩვენ ვნახავთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ წამოვა ყველაზე მძიმე საკითხების გარშემო დიალოგზე. მათ შორის აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. კი, ნუ არის ამაში რა თქმა უნდა ლოგიკა, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ თუნდაც ერთიან სივრცეში უნდა მოხდეს საქართველოს ინტეგრირება, თუნდაც სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთთან. ეს ვფიქრობ, ცოტა შორეული პერსპექტივაა, თუმცა ამ აზრს არსებობის საფუძველი გააჩნია. გეთანხმებით, მაგრამ სხვა მომენტია, საქართველოს ხელისუფლება დღემდე ამბობს, რომ და ჩანს ეს ბოლო შეხვედრებშიც თუნდაც აი ალბანეთში გამართული შეხვედრა, ის სამიტი, სადაც პრემიერ-მინისტრს საფრანგეთის პრეზიდენტიც კი მიუახლოვდა იქ ხელი ჩამოართვა, სხვა დანარჩენი ლიდერები იქნა გაკეთებული განცხადება, რომ აი კვლავ ჭირდებით ჩვენ დასავლეთის ქვეყნებს და ეს დათბობა ადრე თუ გვიან მიხვდება. ოფიციალური ხაზი მაინც არის ერთი დასავლეთისკენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მეზობლების ურთიერთობას, ახლა საკმაოდ საინტერესო კადრები იყო, ორი მომენტი იყო ერდოღანის. ერთი რომ თითზე როგორ ეკაჩება მაკრონს, რომ შენ ჭკუით იყავიო, შენზე არანაკლები გავლენა მაქვს რეგიონშიო და მეორე როგორ შედის კომუნიკაციაში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და ალიევთან. ანუ იქ იკვეთება რომ ალიევს უთხრა მოდი აქ ჩემო უმცროსო ბიძაშვილო ეხლა ეს სომხები ჩვენი ადრე თუ ანუ მტრები იყვნენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება მათთან თანაცხოვრების, ნუ მერე იყო ის რაც 1915 წლის
სომხების მხრიდან გენოციდად არის შეფასებული, მაგრამ თურქებს აკითხები, უბრალოდ არ ეპუებიან ამ აზრს, მაგრამ აი პაშინიანთან ურთიერთობაში ის გამოჩნდა, რომ ახლა საკმაოდ მყარი მაქვს მე პოზიციები კავკასიაშიო. ერდოღანის ამ ჟესტიკულაციით ჩანდა ეს ყველაფერი და თქვენ ახლა უნდა იმეგობროთ. შესაბამისად, ჩვენც თუ ამ ევროატლანტიკურ სივრცეში ვართ და ვიზიარებთ სომხეთის პოზიციას, როგორც ახლა ცდილობს სომხეთი დაუახლოვდეს დასავლეთს, აქ დგას კითხვა, რომ თუ კი აი იმ ცნობებით, რაც ბოლოს გავრცელდა, რომ პუტინი ამარტივებს აფხაზეთში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას. როგორ ფიქრობთ, ეს პუტინს დაესიზმრა და ახლა მოუნდა ამის გაკეთება? ეს ხო ყველაფერი სწორედ იმის საპასუხოდ ხდება, რომ რეგიონში არის სხვა მოძრაობებიც. თქვენი აზრი მაინტერესებს. პუტინი და რუსეთის ხელისუფლებაა პირველი ამ ჩანასახისა, რაც ვლინდება ამ განცხადებებით, რომ იგი ინდულგენციებია იმ აფხაზებს თავაზობს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას და ასე შემდეგ, თუ რუსეთის საგარეო დაზვერვა აკვირდება აქ კავკასიაში რა მდგომარეობაა? რას აკეთებს თურქეთი, რას აკეთებს სომხეთი, აზერბაიჯანი, რა უნდათ საბოლოოდ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. უკვე თბილისის ინტერესების წინააღმდეგ. აი თქვენი აზრი როგორია ამაზე? აი თქვენ კითხვას დასვით და პასუხიც გაეცეთ ამას. რა თქმა უნდა, რუსეთი თავის ინტერესებს იცავს. ეს მისი სასიცოცხლო ინტერესებია. სხვანაირად რუსეთს არ შეუძლია. ეს მისი სტრატეგიული ინტერესებია, რომ მეზობლად არ ყავდეს მტერი. მეზობლად არ ყავდეს ქვეყანა, რომელიც გახდება მოწინააღმდეგის ხელში, კერძოდ დასავლეთის ხელში, შეერთებული შტატების ხელში, ბრიუსელის ხელში სამხედრო სტრატეგიული იარაღი რუსეთის წინააღმდეგ. და ის უყურებს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. ეს პროცესები, როგორც აღნიშნეთ, ძალიან რთულია. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი ეს არის ფაქტიურად ანტირუსული ხელისუფლება სომხეთში, ერევანში. ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი თავისი, ესე იგი, ასე ვთქვათ, სუვერენული პოლიტიკის ფარგლებში მაინც და მაინც არ ითვალისწინებს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს და ის დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს რა თქმა უნდა იმ ფაქტორებთან ერთად, რაც დაკავშირებულია შეერთებული შტატების აქტიურობასთან და ევროკავშირის აქტიურობასთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ძალიან ისეთ სიტუაციას ქმნის რუსეთისათვის. ყოველთვის შესაძლებელია აქ ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომელიც საფრთხეს შეუქმნეს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, რასაც ქვია სამხრეთ კავკასიის მიმართულება. აქედან გამომდინარე, რუსეთი რა თქმა უნდა თავის ინტერესებს იცავს, ის დაინტერესებულია მეგობარი ყავდეს საქართველოს სახით სამხრეთ კავკასიაში, მეგობარი ყავდეს აზერბაიჯანის სახით, სომხეთის სახით. და როცა შენ აგვიანებ დიალოგს, როცა შენ აგვიანებ ამაზე საუბარს, რომ მოდი ერთად ვიყოთ, ვიმეგობროთ, რომ მე არ ვიქნები და არ მინდა რომ შენს წინააღმდეგ სხვას დავეხმარო, პირიქით ჩვენ მეზობლები ვართ და ერთად ვიყოთ და მით უმეტეს ერთი ინტერესები გვაქვს ეკონომიკური, კულტურული და სხვა ხასიათის, მოდი ერთად ვიყოთ, ამაზე შენ როცა არ მიდიხარ და შენ როცა ცდილობ რომ ისევ დიალოგი განაგრძო, ის დიალოგი რუსეთის საწინააღმდეგო დიალოგი ფაქტიურად ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, როცა შენ კონსტიტუციაში გიწერია რომ შენი მიზანი არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანობა, რაც არის აი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის ისეთი რამე, რომელიც აი პირდაპირ მტერი ხარ რუსეთის. აი კონსტიტუციაში რაც წერია, იმის მიხედვით საქართველო არის რუსეთის მტერი ქვეყანა. როცა შენ აგვიანებ ამ ნაბიჯების გადადგმას, რა თქმა უნდა, ის შესაბამის ნაბიჯებს დგამს და ჩვენ ვხედავთ, რომ 9 მაისს ახალ არჩეული აფხაზეთის პრეზიდენტი ბადრა გუნბა ჩადის მოსკოვში და 10 მაისს ის ხვდება ვლადიმერ პუტინს. იმის მაგივრად რომ ჩვენი პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო იქ და მას შეხვედროდა, ნუ ახლა გასაგებია, მასაც ახლა ვერ აუგზავნებთ ხო აფხაზეთის ხელისუფლებას ამას, მაგრამ ჩვენ უნდა ჩავსულიყავით, ჩვენ უნდა დაგვეწყო მასთან საუბარი და ჩვენ შეხვდებოდა ვლადიმერ პუტინი და დარწმუნებული ვარ,
რომ იმ ნაბიჯებზე რაც თქვენ დაასახელეთ, დათო, შეიძლება თავი შეიკავოს რუსეთმა, აი საქართველოსდან გამომდინარე. ამას სრულიად დარწმუნებული ვარ. ამას რუსეთი პირდაპირ არ ამბობს, თუმცა ამბობს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. საინტერესო განცხადება აქვს მას გაკეთებული. ჩავიკითხავ, ქართველები კარგად გვექცევიან, ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება ნორმალურია, საქართველოს ხელისუფლებას გულისხმობს. მათ ტვინი გამოურეცხესო, აქ უკვე ზოგადად ქვეყნის მოსახლეობას გულისხმობს ალბათ, არ ვიცი, ან იმ ნაწილს, რომელიც ეს პროდასავლურად არის განწყობილი, რომ ჩვენ მტრები ვართო, მაგრამ მომხრე ვართ, რომ ოსებმა და აფხაზებმა ქართველებთან ერთად მშვიდობიანად იცხოვრონ. აქ არ არის გამოხატული რა კონფიგურაციით იქნება ის, თუმცა სადღაც სოციალურ ქსელში წავაწყდი headlines, რომ იქ იყო საუბარი, რომ ლუკაშენკო ამბობს, არ ვიცი, ეს იქნება ფედერაცია, იქნება კონფედერაცია თუ რაღაც ამისთანა, მაგრამ ერთად უნდა იყვნენო. და ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართო. ჩვენ ვცნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გახსოვთ ალბათ, რამხელაზე წოლა იყო თავის დროზე ისევ და ისევ ლუკაშენკოზე. რომ ეცნო რუსეთის მხრიდან. ხო, და ეხლა ეს ადამიანი თავისი გამჭრიახობა, ლავირების დიდი პოტენციალი და გამოცდილება გამოჩნდა. რამხელა ზეწოლა იყო თავის დროზე არანაკლები ისეთივე როგორიც თქვა იანუკოვიჩზე, მაგრამ იანუკოვიჩის შედარება ეხლა ლუკაშენკოსთან ნამდვილად არ შეიძლება. ის სუსტი ღერძის პატრონი აღმოჩნდა, სუსტი რბილი კაცი გამოდგა, თუ ლუკაშენკომ თავის სიხისტე გამოავლინა და ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავის ქვეყანა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ეს ფაქტია. და ეს კაცი, როდესაც ასეთ რამეს ამბობს, ესეც ალბათ გასათვალისწინებელია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, რა ხდება ამ რუსეთ-ბელორუსის საწინააღმდეგო ბანაკში. ეს მარკო რუბიოს განცხადება საქართველოს კონტექსტში დასმულ კითხვაზე. ნუ ახლა ლუკაშენკო თავის დროზე აქ 90-იან წლებში დასცინოდნენ. აი შევარდნაძის პერიოდში მახსოვს სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში 1-2 წელი ეს გაგრძელდა რომ სავხოზის დირექტორი იყო ლუკაშენკო და მაგი არ არის პოლიტიკოსიო და დარჩა სავხოზის დირექტორად. აი როგორი სავხოზის დირექტორიც არის ლუკაშენკო ჩვენ ხედავთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელმაც ქვეყანა ბელორუსი არის და ყველა ხიფაც და გაიყვანა განვითარების გზაზე, მტკიცე და მყარი განვითარების გზაზე. ეკონომიურად ძლიერი ქვეყანაა დღეს ბელორუსია, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერია. შევიდა ერთიან სამხედრო პოლიტიკურ სივრცეში რუსეთთან ერთად და აი ამ ერთიანი უშიშროების ქოლგა შექმნა რუსეთთან ერთად და ატომური იარაღიც დაიბრუნა და ბელორუსიას თითს ვეროვანი ვერ დააკარებს. ჩვენ ვიცით ისტორიები ეკონომიკურ ბლოკადასთან დაკავშირებით, რომელიც წლები გრძელდება დასავლეთის მხრიდან და მას არ ქონია მაინც და მაინც ესეთი დალხინებული ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის რუსეთთან. ყველა ამ წინააღმდეგობას, აი ამ ხიფათს, აი ამ ასე იგი ხელი შეშლას ლუკაშენკომ და მისმა მთავრობამ ამ 20-25 წლის მანძილზე გაუძლო და ქვეყანა გაიყვანა განვითარების წარმატებულ გზაზე. საერთაშორისო ასპარეზზე ლუკაშენკო არის მშვიდობის და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და სტაბილურობას მსოფლიოში. ლუკაშენკომ გააკეთა ისე, რომ ბელორუსი არის სტრატეგიული პარტნიორი არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისა, არამედ ჩინეთისაც. და მას ვერავინ ვერ წააქცევს. ბელორუსის პერსპექტივები ამ ქვეყნისა არის ძალიან კარგი და მე მაგალითად ვთვლი, რომ ბელორუსი არის საუკეთესო ქვეყანა მთელ მსოფლიოში. თავისი ყველა მაჩვენებლით, სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლით, ცხოვრების დონე და რაც თავარია იმ ატმოსფეროთი, რაც სუფევს ბელორუსიაში და რასაც ფულით ვერ იყიდი. სიმშვიდის, სიწყნარის, აი ურთიერთმდობის რაღაცა საზოგადოებაში არის ამხანაგური და მეგობრული თანაცხოვრების ატმოსფეროა. აი საამური ცხოვრება ბიზნა ივანიშვილმა რო თქვა, როცა მოვიდა ხელისუფლებაში და საბჭოთა პერიოდი რო გაიხსენა, აი ესეთი ცხოვრება არის დღეს ბელორუსიაში. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის, რომელსაც დაფასება უნდა და რომელსაც აფასებს ბელორუსი ხალხი.
მაპატიო რომ ეს შესავალი გავაკეთე, იმიტომ რომ შემთხვევა არ მინდოდა გამეშვა ხელიდან, რომ აღმეწერა ბელარუსის შესახებ თუ რა ხდება იქ და ვინ არის ლუკაშენკო. რაც შეეხება მის პოზიციას საქართველოსთან, აი მე ვახსენე, ხო, მშვიდობის და სტაბილურობის მომხრე და მისი ესე იგი პიროვნება, რომელიც ამას უწყობს ხელს. მშვიდობას და სტაბილურობას უწყობს მისი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებითაც. იმიტომ რომ მან არცნო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი როგორც ხო, დიახ და ამით ხელი არ შეუწყო იმ დესტრუქციულ პროცესებს, რომელიც შეიძლება აქ განვითარდეს. მათ შორის საქართველოშიც. კი ბატონო. და ჩვენ ამას რა თქმა უნდა მივესალმებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა მე მაქვს ეს პრეტენზია და ჩვენ მეგობრებს და ჩემ მეგობრებს, რომ რაღაცა ეს ძალიან მძიმე საკითხი გადავწყვიტოთ ისე, რომ აფხაზებს და ოსებს არაფერი ვერც გადაწყვეტ. ეს უნდა იყოს დიალოგის ზით გადაწყვეტილი, ეს უნდა იყოს პირველ რიგში რუსეთთან დიალოგის აღდგენის ზით გადაწყვეტილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს როცა გახდება იმ სივრცის ნაწილი, ეკონომიკური და ხაზსუსვამ პოლიტიკური სივრცის ნაწილი, სადაც რუსეთია, მერე უკვე ჩვენ შეგვეძლება ამაზე საუბარი და აფხაზები და ოსები ამ საკითხების გარშემო ჩვენთან ისაუბრებენ. მანამდე არ ისაუბრებენ. აი ნაწილში სწორედ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის ნაწილში დღეის მოცემულობით, დღეის მონაცემებით რუსეთი შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტად ქმედითი საქართველოს ინტერესების ქართული ნაწილის, ასე ვიტყოდი, ინტერესების გატარებაში დამხმარე, ვიდრე მოწინააღმდეგე, რადგან თავად რუსეთს აფხაზებთან ჰქონდა პრობლემები. ოსებთან ალბათ უფრო დინამიური ურთიერთობა აქვთ ახლა იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ ოსეთი საკმაოდ ისეთი მყარი რეგიონია რუსეთის სამხრეთით და ეთნიკური ოსები, რომლებიც აქ ცხოვრობენ ჩვენთან ცხინვალში, უფრო მაინც ახლა ითვალისწინებენ რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას და ეს საკითხი არ დგას ესე განსხვავებულად ვიდრე აფხაზური საკითხი. აფხაზებში საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა გვარად მიიჩნევს იმ ვითარებას და იმ პერსპექტივას თუ როგორ უნდა იყოს აფხაზური საზოგადოება განვითარებული. არის ნაწილი, რომელიც მკვეთრად პროდასავლურად არის განწყობილი, თუმცა არ არის ეს დიდი ნაწილი. არის ნაწილი, რომელიც ფიქრობს და კვლავ ალბათ ილუზიები აქვს, რომ მიაჩნია, რომ აფხაზეთი სუვერენული ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს მისი დამოუკიდებლობა ეგრეთ წოდებული აღიარებული. აქედან გამომდინარე, რუსეთი შეიძლება იყოს კარგი დამხმარე აფხაზებთან ურთიერთობის დალაგებაში. ვინაიდან მათ ექნებათ ბერკეტი თუნდაც ეგრეთ წოდებული ზეწოლის აფხაზებზე. მათ უკვე მიაღწიეს ბევრ ამას, თუნდაც ის ბადრა გუმბა, რომელიც აირჩა პრეზიდენტად. ის სწორედ იმიტომაც აირჩია აფხაზურმა საზოგადოებამ და უმრავლესობა მას მისცა ხმა, რომ სწორედ რუსეთისკენ იყურება და არა ის ადამიანი, ეს არძინბა, რომელიც უფრო მუხაჯირული შემადგენლობისაა თურქეთთან დიასპორის საკითხებში. ვერ ვიტყოდი, რომ გამოკვეთილად პროდასავლელია, მაგრამ ეს სამხრეთული ძალები, რომლებიც თურქეთზე არიან დამოკიდებული, ესე პირდაპირ ბრიუსელისკენ ნამდვილად არ იყურებიან. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ცოტა ახალი ხილი იქნებოდა მათთან ურთიერთობაში. და აქ უფრო გამჭვირვალე პროცესია. ანუ რუსეთს შეუძლია უფრო იყოს დამხმარე აფხაზებთან ურთიერთობის დალაგების საკითხში. მე ვფიქრობ, რომ ახლა ის მაყურებლები, რომლებიც ჩვენ გვისმენენ და რაციონალურად აზროვნებენ, მეტნაკლებად პოლიტიკაში ერკვევიან, ალბათ თავიანთ ანალიტიკურ შესაძლებლობებსაც უფრო ასე ვთქვათ, ყურს უგდებენ და რა არის რაციონალური მარცვალი ამას გამოიტანენ. ეს ერთი მომენტი. ახლა რაც შეეხება მარკო რუბიოს განცხადებას იქ საგარეო კომიტეტის ხდომაზე I am Joe Wilson-მა, რომელიც ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟს მაგონებს, სენატორს. ეს ფილმი, ცნობილი ფილმი ნათლია, როდესაც ეს სენატორი თავის მოთხოვნებს აყენებს და მერე რამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ფრანსისკო ფორდ კოპოლას ფილმი არის. ეს ზუსტად იმ პროტოტიპია, იმ სენატორის ეს ჯო უილსონი.
მოკლედ ის თავის კითხვაში პირდაპირ ხაზგასმით ამბობს, რომ აი ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც უпростоროდ ანტიამერიკულ ხაზზე დგას და არის თუ არა ეს საფრთხე, რუბიო როგორც ახლა პირველი დიპლომატი არ ახსენებს ქართულ ოცნებას. თუმცა ის პასუხი, რაც მან გასცა, პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ კი აქ რეგიონში საქართველოში ამ მნიშვნელოვან წერტილში არ იქნება მკვეთრად გამოხატული პროამერიკული პოზიცია, შტატები, ადმინისტრაცია, ვაშინგტონი იქნება მისი მოწინააღმდეგე. ეხლა საქართველოში, თბილისში ორი მიმართულებით მიდის ამაზე ჟონგლიორობა. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ აი რადგან ჩვენ არ გვახსენა ქართული ოცნებაო, ამიტომ აქ არაფერი საფრთხე არ გვაქვს და ეს დიპლომატიური განცხადება იყო, არც წვადი დაწვა, არც ჩამფურიო. აი კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენაში, ხო, იქ ფარსმან-სპარსთან დიალოგი არის. აი ანგელოსები იმიტომ არიან, რომ ნემსის წვერზე ეტევიანო და იქ საწინააღმდეგოს რომ ამბობს. აი დაახლოებით ასეთი პასუხი იყო რუბიოსი. მაგრამ თქვენი აზრი როგორი არის? ანუ რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იქნება ოცნების წინააღმდეგი? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მათ არ აწყობთ ოცნების ეს პოლიტიკა. მათ არ აწყობთ, რომ ოცნება რასაც აკეთებს დღეს, ამ ბოლო 3 წლის მანძილზე, რომ ის იცავს ასე თუ ისე საგარეო მიმართულებით საქართველოს ინტერესებს, როგორც სუვერენული ქვეყნის ინტერესებს, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს არ აწყობს. იმიტომ რომ მას ჭირდება საქართველოს როგორც იარაღი იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიაში თავის ინტერესებით განახორციელოს და შეერთებულ შტატების ინტერესები სამხრეთ კავკასიაში პირველ რიგში მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ნუ აქ ირანის ფაქტორიც არა, ირანის წინააღმდეგაც, მაგრამ პირველ რიგში საქართველოს მას ჭირდება რუსეთის წინააღმდეგ. საპირწონედ, რომ მაქსიმალურად რუსეთს შეექმნას პრობლემები იმისათვის, რომ აი ამ დიდ დაპირისპირებაში, რაც არსებობს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, აი ამ დაპირისპირებაში მას ჰქონდეს კოზირი, დამატებით კოზირი იმისათვის, რომ მიიღოს იმაზე მეტი, რაც რისი ღირსიც არის აი ამ დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ველოდით, რამდენი ხანია ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, აი ნახევარწელია დაახლოებით, ხო? ჩვენ ველოდით თავიდანვე, აქ ბევრი იყო გახარებული, რომ აი კონსერვატორი მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ახლა ბევრი ცდილობს, რომ ეს კონსერვატორი რა წარმოაჩინოს ყოველ შემთხვევაში თანმიმდევრული კონსერვატორად, მაგრამ ეს არის თანმიმდევრული კონსერვატორი. და უფრო მეტიც ტრამპი და შეერთებული შტატები გახდა კონსერვატიზმის აი ამ იდეოლოგიური მიმართულების მედროშე მთელ მსოფლიოში. თუ ადრე იყო ლიბერალური იდეების მედროშე, მისი დამნერგავი, ახლა არის კონსერვატული იდეების დამნერგავი მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრს იმედი ჰქონდა და ქართულ ოცნებას და საქართველოს მთავრობას პირველ რიგში მას ჰქონდა იმედი, რომ ტრამპის მოსვლის შემთხვევაში. თქვენ გახსოვთ ნოემბრამდე, სანამ აირჩეოდა ტრამპი და ყველას გვახსოვს, თუ როგორი იმედებით იყო გამშვალული ქართული ოცნება. მოვა ხელისუფლებაში ტრამპი და ოპოზიცია ვერ შექმნის პრობლემებს. მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში, ხო? ნოემბერში. მანამდე ოცნებამ გაიმარჯვა. მაგრამ პრობლემებად დარჩა. ახლა უკვე იკვეთება უკვე შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ. და რუბიოს განცხადება სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობას მან უთხრა, შენ ან ჩემთან იქნები, ან მე შენი წინააღმდეგი ვიქნები და ახლობი იგივეს გავაკეთებ, რასაც აკეთებდა წინა ადმინისტრაცია შენ წინააღმდეგ. ან მოვნახავ ჩემს მოკავშირეებს ქვეყნის შიგნით და შეგექმნი პრობლემებს. გადაგატრიალებ. აი იქამდე მივა, აუცილებლად მივა აქამდე საქმე. ასე რომ ბოჭორიშვილის განცხადება თითქოს არ არის კიდევ ესე იგი გამოკვეთილი, ესე იგი შეერთებული შტატების პოზიცია თურმე არ ყოფილა გამოკვეთილი შეერთებული შტატების პოზიცია რუბიოს განცხადების შემდეგ. ეს უფრო სირაკლემას პოზიციას გავს. მაგრამ ნუ ახლა კი ნუ ეს თქვენი აზრია, გასაგებია, სირაკლემას პოზიციაში არიან თუ როგორც არიან, მაგრამ მათაც აქვთ მომდევნო არჩევნებამდე ვადა. აი კოეფიციენტი წარმადობის, ხელისუფლების წარმადობის, საქართველოს ხელისუფლების რა იქნება, რომ მომდევნო არჩევნებამდე ამ მეინსტრიმში ყოფნა ლავირების და რასაკვირველია დროის მოგების თვალსაზრისით დივიდენდებიც შესაბამისი იქნება.
თუ კი შტატებშიც ადმინისტრაცია იცვლება და იგებს სხვა კანდიდატი, ჩვენი არჩევნებიდან ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის არჩევნებამდე რამხელა იქ ინტერვალი. პლუს მინუს 1 წელი. რა პრობლემა არის, რომ თავად სახელისუფლებო გუნდმა აღიაროს თქვათ მე დამარცხება, თუ კი ზეწოლა იქნება, როგორც თქვენ ამბობთ, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მასზე. და რა ვერ იტყვიან კი დემოკრატია ჩვენთან და ახლა მოიგეს რაღაც ისეთმა პრონაცურმა ტიპის პარტიებმა. ვთქვათ ხაზარაძემ ან იმ გახარიამ იგივემ ან ისევ პროდასავლურმა ძალამ. ან ეს ერთიანი პროდასავლური ოპოზიციონერები, რომლებიც ახლა წრიალებენ სიყვებივით. რა პრობლემა აქვს ოცნებას? ვერ იტყვიან რომ ჩვენ არ ვიყავით პროდასავლურები თუ რა? არა, ოცნებას ეს პრობლემა არ გააჩნია, ძალიან ბევრი არის იქ, რომელიც ადრე ლიბერალი იყო, დღეს კონსერვატორი გახდა. ხო და ამას გულისხმობს ზუსტად, სად არის პრობლემა გააჩნია საქართველოს. იმიტომ რომ აი ჩვენ ვახსენეთ აფხაზეთის საკითხი, ხო, ბადრანგუმბა ჩავიდა 9 მაისს, 10 მაისს ვლადიმერ პუტინი შეხვდა მას დემონსტრაციულად მე მგონია ასე. და უფრო მეტიც ბადრანგუმბა თუ არ ვწდები, გადავამოწმოთ ინფორმაციის საშუალებებით სერიოზულით მოწვევა მოიწვია რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში და ვლადიმერ პუტინმა მისი მოწვევა მიიღო. აი ჩვენ რა მივიღეთ იქიდან რომ ქართული ოცნება ისევ აი ამ თავის გაუგებარ პოლიტიკას მიყვება, გაუგებარ პოლიტიკას, რომ დასავლეთთან არ გაამწვავოს ვითარება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებისას. ზეწოლა იყო კოლოსალური და ამას ჩართული იყო ყველა. ბრიუსელი, ვაშინგტონი და ამას ჩართული იყო კიევის ხელისუფლება, აი ეს ფაშისტური რეჟიმი, რომელიც აი მართლაც აი მოკლედ ისეთ ზეწოლას ანხორციელებდა, ომი არ გამოუცხადებია საქართველოსთვის, თორემ არ შეეძლო, თორემ ომსაც გამოგვიცხადებია. ნუ ყოველ შემთხვევაში ძირგამომთხრელ განცხადებებს აკეთებდნენ. აბსოლუტურად არაადეკვატურს და არადიპლომატიურს, მათი ელჩიც აქედან მოსაშორებელი იყო, მე მგონი მე მოაშორეს იქ გაგანია ომის პერიოდში საელჩოში მაცივრების გამოცვლაზე დაიწყო იქ ფულის თეთრება თუ რაღაც ამისთანა იყო, არ მინდა შემეშალოს. კიდე ცილის წამებად არ ჩამithვალონ, მაგრამ მოტივი ეს იყო სწორედაც, როდესაც გაიწვია იმ ზელენსკიმ აქედან, რომ იმის დრო არ იყო, რომ საელჩოში მაცივრები ეცვალაო. ანუ განაცხადი გაეკეთებინა, რომ შეეცვალა ეს რეფრიჟერატორი. ნუ ეს რეფრიჟერატორები როგორც ჩანს უკრაინელებს უყვართ, იმიტომ რომ სწორედ უკრაინელი დიპლომატების ხელშეწყობით მოხდა რეფრიჟერატორით მათი ჩამოყვანა ეთყობა ეს უკრაინის მოქალაქის. ხო, იქ არის კიდე სხვა რეფრიჟერატორები, როდესაც არ უნდა მოხდეს, თქვათ, დაღუპულთა გახრწნა, ხდება ასეთი რაღაცაც ზოგადად, მაგრამ ნუ რთულ ვითარებაშია ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან უკრაინაზე ჩამოვარდა საუბარი, ბატონ თემურ, ნახეთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს ასეთ რამეს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, რადგან დარწმუნებულია, რომ უკრაინის ამ გაერთიანებაში გაწევრიანების საკითხზე გამოკითხვის ჩატარებისას უნგრელები მხარს დაუჭერენ მთავრობის პოზიციას. ანუ თუ კი უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, მთელი ამ რესურსების შთანთქვა მოხდება უკრაინის მხრიდან. და ევროკავშირს ისედაც არ აქვს ახლა კარგი მდგომარეობა, აი იმ დღეს მე გამიკვირდა Deutsche Welle-ზე იდო მასალა, გამოკითხეს გერმანელები 50%-ზე, ნახევარზე მეტი გერმანელი ამბობს, რომ თანახმოვარ წავიდე ქვეყნიდან დავტოვო ქვეყანაო. ქვეყნებიც იქნა დასახელებული სად არიან მზად რომ წავიდნენ ემიგრაციაში. მეზობელი ავსტრია და შვეიცარია. ანუ იქ მეტი პირობებია, ანუ იმ დონეზე რეცესიაა გერმანიაში. ეს არ უნდა უნგრეთის ხელისუფლებას, არ უნდა ის რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ არ დაუპირისპირდა რუსეთს ეკონომიკურად, ნუ სამხედრო თვალსაზრისით ეს საერთოდ კატასტროფა იქნებოდა. იმიტომ რომ დასავლეთს და კიევს უნდოდა, რომ ჩვენ ისევ ომით შევჭრილიყავით აფხაზეთსა და ცხინვალში და გვესროლა აფხაზებისა და ოსებისათვის, რაც რა თქმა უნდა საერთოდ სიგიჟე იყო, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისითაც რო არ დაუპირისპირდა ქართული ოცნება, რუსეთს ამითაც გადაარჩინა ქვეყანა, იმიტომ რომ რუსეთიდან შემოდის ყველაფერი. საწვავი შემოდის რუსეთიდან, რაც ყველაზე აი ენერგომატარებლები, გაზი, გაუშვათ და საწვავი.
რაც დღეს ეკონომიკის საფუძველია. მაგრამ შემოდის ისეთი პროდუქცია, რომლის გარეშეც აი სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანია, აი ხორბალი დაუშვათ და პურის ფქვილი. 95% რაც წყვება საქართველოში პურის და ფუნთუშეული, ეს არის იმ ნედლებზე, რომელიც შემოდის რუსეთიდან და როგორ შეიძლებოდა რუსეთისთვის ეს ეკონომიკური ომის გამოცხადება, გარდა იმისა, რომ ტურისტები შემოდიან აქ 100,000-ობით ტურისტი შემოდის რუსეთიდან, მიუხედავად იმ ძიმე მდგომარეობისა, რომელიც ახლა არის, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტთან უკრაინაში. და ტურისტული ბიზნესი ძირითადად, აქ სხვებიც არიან, მაგრამ ძირითადად ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი არის რუსი ტურისტებისგან, რუსეთიდან შემოსავალი ტურისტებისგან. ქართული ოცნება იმას გავაგრძელებ, რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს და ქართული ოცნებას და საქართველოს მთავრობას რესურსები უკვე ეკონომიკური მათ შორის, რომ ეს შეწყვიტოს აი ეს კატათაგობანას თამაში, რომელსაც ის გვეთამაშება აქეთ და რომელშიც ჩვენ ვიცით რის როლში ჩვენა ვარ და რის როლში კატის როლში ისინი არიან, ხო? და ეს თამაში რომ არ ათამაშოს შეერთებული შტატები. შეუძლია საქართველოს მთავრობას რომ ეს გააკეთოს და შეუძლია რომ დიალოგი დაიწყოს რუსეთთან, დიალოგი დაიწყოს ჩინეთთან, დაწყებულია დიალოგი და სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ შემდგომ ნაბიჯებს. თუნდაც ჩინეთის მიმართულებითაც. ჩვენ უნდა მოვწყდეთ ამას, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თავის მოტყუება და დრო არ უნდა დავკარგოთ დასავლეთზე, ვაშინგტონზე და ბრიუსელზე. საქართველოს არ უნდა დაკარგოს დრო, იმიტომ რომ დრო ჩვენზე არ მუშაობს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდება არის, რომ საქართველოს მთავრობისადმი, ქართული ოცნებისადმი დიდი მადლობა იმისათვის, რომ რაც თქვენ გააკეთეთ ბოლო 2-3 წლის მანძილზე. დიდი მადლობა ამ საგარეო პოლიტიკისთვის, მაგრამ ჩვენი თხოვნა არის და მოთხოვნა არის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნა არის, რომ გავიხედოთ პოსტსაბჭოთა სივრცისაგან. გავიხედოთ იმ საერთაშორისო სტრუქტურებისაგან, ეკონომიკური სტრუქტურებისგან პირველ რიგში, გაერთიანებებისგან და პოლიტიკური გაერთიანებებისგან, რომელიც იქნება გლობალურ სამხრეთში, ასე ვთქვათ. და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბევრია ასეთი. დაუშვათ შოსი, დაუშვათ ბრიქსი. და რუსეთთან კი აღვადგინოთ დიალოგი. აი როგორც მინიმუმ დიალოგი აღვადგინოთ რუსეთთან. ამაზე დრო მოვიდა. ქართულ ოცნებასაც არ აქვს, მასზე არ მუშაობს დრო. იმიტომ რომ მე მგონია რომ შეერთებული შტატები მაინც თავის ახალ მოკავშირეებს აქ მოძებნიან. ისინი მოძებნიან ისეთ მოკავშირეებს საქართველოში, ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომ ჩვენ დღეს წარმოდგენა არ გვაქვს. და მოძებნიან თვითონ კონსერვატიულ ფლანგზე. ან შექმნიან კონსერვატიულ ეგრეთ წოდებულ ძალიან ქრისტიან, ძალიან კონსერვატორ, ძალიან წესიერს ამ თვალსაზრისით თავის მომხრეებს, დააფინანსებენ მათ და შექმნიან აი ამ ტარანს დაახლოებით ისეთივე კი არა უფრო საშიშ ტარანს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. რომელიც არის მთელი ამ წლების განმავლობაში ლიბერალური ოპოზიციის სახით შექმნილი შეერთებული შტატების. მე მინდა დაგეთანხმოთ და ასევე მაგალითისთვის მოვიყვან იმ ტენდენციას, რაც უკვე ფიქსირდება და ვლინდება. მე არ მომერიდება ამის თქმა, პირდაპირ და თამამად ვიტყვი. გახსოვთ თქვენ ის პერიოდი, როდესაც ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების კელი დეგნანი გულშემატკივრობდა ამ LGBT პრაიდებს, ამ LGBT პროპაგანდას, იყო ეს COVID ისტერია, მთელი საქართველო დადიოდა ამ პირბადე აკრული. მერე საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ კი ეს ვირუსი არსებობდა, მაგრამ მიზანმიმართულად იყო ეს ყველაფერი საერთოდ გლობალური მასშტაბით, ამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობით, რომელსაც პირდაპირ კურატორობას უწევდა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ინტერესი იყო გამოვლენილი იქ. დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავები იქ ურსულა ფონ დერ ლაიენის ინტერესებზე და მისი ქმრის ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ყველაფერი შემდგომში ტრამპის გამარჯვებისთანავე და ვიცით მისი წინასაარჩევნო პროგრამა, ქრისტიანული ღირებულებები, ტრადიციები, ოჯახის გაძლიერება, კვლავ ანტი-LGBT განცხადებები
საქართველოშიც პრინციპში კარგიც არის ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა რა მომენტს. მთელი ეს ეკუმენისტურ ქრისტიანული თვალსაზრისით, ისინიც ქრისტიანები არიან, თუმცა ეკუმენისტური მიმდინარეობები უფრო აქტიურია დასავლეთში. და ოჯახური საბურველით შენიღბვა იმ მეინსტრიმის, რაც იყო ადრე LGBT და ცისარტყელასნაირი დროშები, თუ კი რუსეთთან არ იქნა, ვთქვათ, გამოძებნილი საერთო ენა, საქართველოს ბევრს დიდს ვერაფერს ვერ შესძენს. გარდა რაღაც პერიოდისა, რომ იქნას ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული. გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ წარმოიდგინეთ, ეხლაც რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები შტატებში იმყოფებოდნენ. ჯერ კიდევ ბრაუნბეკის დროს, რომელიც კურირებდა ქრისტიანულ კონფესიებს სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აქტიურად ოპერირებდნენ. მისცემდნენ ერთ კონფესიას რაღაც კონკრეტულ გრანტს, მეორეს, მესამეს, ან ეტყოდნენ, დაიბარებდნენ ჩვენგან, თქვათ, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ეტყოდნენ, რომ უნდა გამოვახდინოთ ნიველირება, რომ არ შეიძლება თქვენი, თქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია იყოს უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ვიდრე სხვაში. იქ წავიდოდა მერე საუბარი, რომ აი ჩვენ გვიცავს კონკორდატი და ასე შემდეგ. მე რის თქმა მინდა. ახლა რიტორიკა არის გაზრდილი. ქრისტიანობა, ქრისტიანული ღირებულებებია, ეს თუნდაც 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე. კი, მაგრამ ხელისუფლება ერთ დღეს, თქვათ, 9 მაისს მოვიყვან მაგალითად. აკეთებს მილოცვას, რომ ევროპის დღეს გილოცავთო და მეერე უკვე მოგვიანებით დებს ხო, არა, იმავე დღეს იდება, რომ აი გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღესო. ეს კი, მაგრამ ეს იგივე არის, რომ საერთაშორისო ამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს ჩვენ კი ვზეიმობთ ოჯახის სიწმინდის დღეს, მაგრამ მიელოცათ ასევე LGBT წარმომადგენლებისთვის ის დღე. დაახლოებით ასეთი პარალელია ეს. ამიტომ ვიძახი, რომ ეკუმენისტურ ქრისტიანულ ოჯახური საბურველით გადაფარვა იმ LGBT-ს, ბევრ საქართველოს არაფერს არ მოუტანს, თუ კი რუსეთთან არ დაიწყება ურთიერთობა. ან თუ არ განახლდება. ეს შეიძლება ამას კონდეს შირმის ეფექტი, მხოლოდ და მხოლოდ. ეს ჩემი სუბიექტური პოზიციაა და ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს. დრო კიდევ ერთხელ ჩვენზე არ მუშაობს, ქართულ ოცნებაზე არ მუშაობს, რესურსები არის ამოწურვად. და მათ შორის მორალურ-პოლიტიკური რესურსებიც რაც მოსახლეობაშია. მოსახლეობამ ქართულ ოცნებას ხარი დაუჭირა ბევრჯერ. იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ იმ ფაშისტური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ მისი რესტავრაცია არ მოინდომა და შეეწინააღმდეგა აი ამ საშიშროებას, რომ აქ მომხდარიყო იმ 9 წლიანი ტერორის აღდგენა საქართველოში, მაგრამ ეს ხომ ესეც ამოწურვადია. რამდენი პროცენტი არ მოვიდა ბოლო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, მოსახლეობის ამომრჩევლების, დაახლოებით 40% არ მოვიდა. ეს ძალიან დიდი ციფრია. და ის ვინც მოვიდა არა იმისათვის, რომ ძალიან ბევრი, იმისათვის, რომ ქართული ოცნება ძალიან უყვარს და მას მისცა ხმა, მას კი მისცა ხმა, მაგრამ უფრო მეტად მისცა ხმა ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, იმ ოპოზიციამ, ლიბერალურმა ოპოზიციამ აიღო დაახლოებით 38% ჯამში. და ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი უბანი წააგო და საარჩევნო ოლქი ჯამში, მათ შორის თბილისი. ეს ძალიან საშიში ტენდენცია. თუ შეერთებული შტატები აქ ისეთ მოკავშირეს გამოძებნის, რომელიც არ არის ისეთი დაცემული და გაფუჭებული და ისეთი სახელგატეხილი, როგორიც არის ლიბერალური ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ჩავარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. იმიტომ რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობები საქართველოში ძალიან მძიმეა. საქართველოში ის პრობლემები, რომელიც იყო 2012 წელს, ძირითადი პრობლემები, ეს არის უმუშევრობის პრობლემა, სოციალური პრობლემები, ეს არის დაბალი ხელფასები, დაბალი პენსიები, ემიგრაციის პრობლემა, მიგრაციის პრობლემა აქედან, რაც უმუშევრობასთან არის დაკავშირებული და ღირსეულ ხელფასს ისევ და ისევ და
დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე რო ვდგავ. ძალიან ბევრი საერთოდ არ გაიხედავ პრობლემებია, სოფლები იცლება. აი ამ პრობლემების მოგვარება თუ არ მოხდა და ქართულმა ოცნებამ ამ პრობლემების მოგვარებას სერიოზულად არ მოგიდა ხელი სოციალურ პრობლემატიკას. მაშინ დამერწმუნეთ, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი აქ ისეთ მოკავშირეს იპოვის, რომელთანაც რთული იქნება ბრძოლა და რომელსაც არ გაუჭირდება ქვეყანაში ხელისუფლების ხელში ჩაგდება და აი მაშინ ჩათვალეთ, რომ ისევ დაღუპვის გზაზე დავდგებით. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნება, რომელიც ერთპიროვნული ლიდერია, ერთადერთი ლიდერია ქვეყანაში, რომელსაც ალტერნატივა დღეს არ გააჩნია. აიღოს პასუხისმგებლობა ყველა პრობლემაზე. ისაუბროს ხალხთან გულახდილად ყველა პრობლემაზე. პირველ რიგში ეს სოციალური პრობლემები. აი ადგილობრივი არჩევნებია, ხომ კარს მომდგარი 5 თვეა დაახლოებით დარჩენილი. აი ამ ადგილობრივ არჩევნებში თუ ლიბერალური ოპოზიცია მოახერხებს გაერთიანებას არჩევნების წინ და ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ჩათვალეთ, რომ მათი ლეგიტიმაცია ხელახლა მოხდება. და ოცნებამ საშუალება მისცა ლიბერალურ ოპოზიციას, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ანუ არ აკრძალა ისინი. არ აკრძალა რა პირობაც ოცნებამ მისცა ქართულ ხალხს და ამ მომრჩეველს და ეს მთავარი პირობა იყო საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში რო ჩატარდა შარშან ოცნების მხრიდან, რომ ის რო გაიმარჯვებდა შარშან ოქტომბერში და მოვიდოდა უმრავლესობით, აერჩევდა მთავრობას, გააკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური მიმართულება არ ყოფილიყო საქართველოში კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, რაც არ გააკეთა ოცნებამ. ეს ჩათვალეთ, რომ საშუალებას მისცემს აი ამ ანტიქართულ, ანტისახელმწიფო ძალებს, რომ ისევ მოახდინონ თავიანთ მდგომარეობის სტაბილიზირება ადგილობრივ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნება პასუხისმგებელია. ეს არის ერთადერთი პარტია, ერთადერთი მმართველი ძალა, პასუხისმგებელია ყველა იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. და უფრო მარტივად რო ვთქვათ, ჩვენი მოწოდებაა, რომ მიხედეთ ხალხს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხალხი ყველგან, სოფლად და ქალაქად. ახალგაზრდობა გარბის, სხვაგან სამუშაოს საძებნელად. აქ ვინც მუშაობს, მათი რეალური შემოსავალი მცირდება. და ეს ხდება არამხოლოდ კერძო სექტორში, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებშიაც. და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც დაუდგება ქვეყანას პრობლემად სულ მალე. პროფესიონალი კადრების საკადრო დეფიციტიც შესამჩნევია. რიგ უწყებებში დგას ეს დღეს ეს. იმიტომ რომ მედიან ახალ ხელფასის შემხედვრარი ის მაღალკვალიფიციური კადრი, რომელსაც მოთხოვნა არის დასავლეთში, სხვათა შორის ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა წავა იქ, სადაც მეტი ხელფასია, რომ თავისი საკუთარი ოჯახი არჩინოს. აი ზოგიერთები შეიძლება თქვან, რომ ესე იგი ამტყუნებენ ზოგიერთები. ესე იგი საქართველოს ტოვებს მოსახლეობის ის ნაწილი, შრომისუნარიანი ნაწილი, რომელსაც შეუძლია აქვე სიკეთის მოტანა და ძალიან ბევრი ხელისუფლების მათ შორის წარმომადგენლები ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან, აი საყოდურს ამბობენ ამის გამო. საყოდური მათ არ ეკუთვნით. იმ ხალხს, რომლებიც გავიდნენ საქართველოსდან ერთადერთი მიზნით, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ აქ. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შიდა ბაზარი დავიცვათ და ვიფიქროთ საგარეო ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას. სხვათა შორის რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა ამ თვალსაზრისითაც და პირველ რიგში ალბათ ამ თვალსაზრისით არის უპრიანი და არის ხელსაყრელი, რომ საჭიროა ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების შექმნა იმისათვის, რომ საქართველოში ტრადიციული ეკონომიკის დარგები ისევ აღდგეს. ის დარგები, რომელიც მუშაობდა მაშინ საბჭოთა პერიოდში და რომელიც როგორც ჩანს, სხვა დარგები არ იმუშავებენ. რა თქმა უნდა, ახალ მაღალ ტექნოლოგიურ საფუძველზე ისევ დაახლოებით იმ დარგების, იმ დარგობრივი სტრუქტურის აღდგენა უნდა მოხდეს, რაც იყო საბჭოთა პერიოდში. უფრო კონკრეტულად ვთქვათ, მეჩაიეობა, მევენახეობა ასე თუ ისე მუშაობს. მევენახეობა ვის ხარჯზე მუშაობს, ესეც უნდა ვთქვათ. ისევ რუსეთის გაყიდვების კი 90% რუსეთზე მოდის.
თუ კი წარმოვიდგენთ რომ ის ლიეტუვა და ლატვია და ესტონეთი და ეს ბალტიის ქვეყნები რომლებიც აგერ ლიეტუვამ სამსახურეობრივი მწვანე პასპორტები და ეს დიპლომატიური ლურჯი პასპორტები ქართველებს გაუყინა. ანუ ლურჯი და მწვანე პასპორტი თუ ერჩევა ძალიან კარგი გას მოივლიან ევროპაში. არაა საჭირო ევროპაში ჩვენი დიპლომატების სიარული. დღეს ყოველ შემთხვევაში ევროპად იყოს, მაგრამ ლიეტუვა რუკაზე არის კატის ცრემლი, ანუ ვის დაკარგვიან. ნუ გასაგებია ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს ლიეტუვაში? ლიეტუვა ვინც არის და რაც არის ჩვენ ვიცით, ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთო და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ზოგიერთის გამოკლებით ასრულებენ ძალიან რეაქციულ როლს პოსტსაბჭოთა სივრცეში. უკრაინასთან ერთად, აი ფაშისტური კიევის ხუნტასთან ერთად, მაგრამ ის რომ დიპლომატებს გაუყენეს, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ არავინ თქვენ არ გელოდებათ ევროპაში და შეერთებულ შტატებში. ელოდებიან ოპოზიციას, აი პროდასავლურ ოპოზიციას, კი ბატონო. და თქვენ არავინ იქ არ გელოდებათ. მიხედავთ სუვერენიტეტს, მართლა მივხედავთ საქართველოს სუვერენიტეტს. აი სუვერენიტეტს რა შეიძლება? ეკონომიკურ სუვერენიტეტს პირველ რიგში. ჩვენ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო გვეწურება და ახლობებით 3-4 წუთი გვაქვს დარჩენილი და 26 მაისს უკვე ისმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან რომ ჩვენ ოცნება არ უნდა მიუშვათ საერთოდ იმ თქვათ აქციაზე რაც იქნება 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხოლოდ ჩვენ ხელში უნდა აღმოჩნდეს ეს აქციაო ასე დაახლოებით ასეთი ტიპის ჟანრის განცხადებებია ოპოზიციის. იმ სივრცეების დაკავებას შეეცდებიან, სადაც ტრადიციულად იმართება ხოლმე 26 მაისის ღონისძიებები. ნახოთ როგორ გამოუვა ეს ოპოზიციას, არ ამგონია რომ ეს ოპოზიციას გამოუვიდეს. მაგრამ ესეც მაჩვენებელია, აი ეს ოპოზიცია რომელიც აკრძალული უნდა იყოს, ესე იგი მათ ყოფნით თავხედობა რომ ასეთი განცხადებები გააკეთო. ისევ ქართული ოცნების ბრალია და თავის თავს დააბრალონ ქართული ოცნების მესეურებმა ასე რო არიან გათავხედებული ეს ლიბერალური დესტრუქციული ძალები. ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ ნათლად იმ მოცემულობას რომ ქართული ოცნება იღწვის ეს გირჩიკი დაიჭირეს ახლა, მაგრამ ეს რას აძლევს? მხოლოდ ამ გირჩის დაჭერა რა იმის მომტანია? ის რომ ეს რეაქციული ძალების პარპაში იქნას აღკვეთილი ეს არ ჩანს ოცნების მხრიდან. ისევ და ისევ მე მგონია რომ მხოლოდ განცხადებები შემოიფარგლებდა. განცხადებები მე მგონია რომ არ წავიდა ოცნება აკრძალვაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების ისე და ისე ვაშინგტონის გამო. იმის გამო რომ უყურებენ ვაშინგტონისკენ იყურებიან, შესისინებენ თვალებში ტრამპის ადმინისტრაციას, რუბიოს ჩვენი მთავრობის წევრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამის გამო მოხდა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ამის გამო მოხდა რომ მათთან არ გაემწვევინებთ ურთიერთობები. ხო, ანუ ვაშინგტონი მოგცემს რკოს, მერე დაგრეხავენ თოქსა ბაწარსა, როგორც იმ რწყილი და ჭიანჭველაშია, რომ თავარია იქიდან ფარა წამოვიდეს, ფარაში იმ კანონს არ გულისხმობ, ფარაში გულისხმობ ფულს, ვალუტას, დოლარებს. და ჩვენ აქ კი მთავარია გვერდში დაგვიდექით, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და მერე ისევ დავიწყებთ რუსეთის გინებას. მანამდე ვენახეთ შეჭმულია. ვენახეთ ვენახით შეჭმულია, თხად შეჭმულია, თობიც დაჯანგულია და ჩვენ ვიცით რომ ეს ესე იგი როგორ დამთავრდა, კი კარგად კი დამთავრდა, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის სულ დამთავრდა იქ. ხო, ან ფორმულა არის ეს. აი ეს სიტყვა ეს ფორმულაც კი, ანუ ყველა საკვანძო ტერმინები, სიტყვები უკვე გამოყენებული აქვს. ხო, იქამდე მივიდნენ რომ ესე იგი არ გჯერა ბატონო, არ გჯერაო, ახლა რუბიოს განცხადება, როცა შენ არ ჯერა რომ შენ წინამდე არის მიმართული, მაშინ მიგვიშვით ისინი, ვინც ჯერა რომ ეს არის საქართველოს წინამდე მიმართული, რომ თქვენ არაფერს არ გაპატიებენ, ქართულ ოცნებას არ აპატიებს შეერთებული შტატების და მთავრობა და ადმინისტრაცია, ვინც არ უნდა იყოს იქ. იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს ბოლო 3 წელია და ეს პოლიტიკა მიმართულია საქართველოს ინტერესების დაცვისაკენ და სუვერენიტეტისაკენ. ამას რა თქმა უნდა რა აპატიეს უნგრეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას? ევროკავშირის წევრია, ხო, ორბანი იქ არის, იქ ტრიალებენ. ფიცოს ესროლეს პირდაპირ. ესროლეს. ასე რომ არავითარი პერსპექტივა არ აქვს ქართული ოცნებას, რომ იქ ვაშინგტონში ვიღაცასთან ესე იგი რაღაცას ისეთ გიზამს, რომ ტრამპი გახდება ამათი მოკავშირე. არ მოხდება ეს. ტრამპი არის თქვენი მტერი და არის საქართველოს მტერი და ასე დარჩება. უბრალოდ მას სხვანაირად არ შეუძლია.
იმიტომ რომ ის წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ჩვენი მტერი, იმიტომ რომ ის არის ქვეყანა, რომელიც უნდა საქართველოს არ არის პარტნიორად, არამედ იარაღად მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რუსეთის და ირანის წინააღმდეგ. სხვა მიზანი ვაშინგტონს არ გააჩნია აქ და არც ბრიუსელს. მადლობა თემურ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ უკვე შევხვდებით მომავალ კვირას 4 შაბათს. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.